მოგესალმებით, მეგობრებო, მერე ერთხელ ვეთქვი მაყურებელს სულიერ გულწრფელად მე და ყველასა დიდი მადლობა გადაუხადო ნატალადევის გამგეობას, თვითონ ნატალადევის გამგებელს და მის თანამშრომლებს, კოლეგებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მიმართვით ჩემი თხოვნები გაითვალისწინეს და წიგნაურის ბაღში, ეგრეთ წოდებული მეტყონის ბაღში დადგეს ნაბსურნები თავიდან იყო ბატონო, მაგრამ უგნურმა საზოგადოებამ ბუდიში ცენტრის დაბოდინია დაუტირა, მოფრთხილება რო არ იციან ეს იმის ბრალია, რა თქმა უნდა, ღვთისმშობლის ყველაზე არ მოგსაუბარი, მაგრამ სამწყო ძალიან ბევრი უგნური ადამიანი და მართლა ძალიან მიგუსადირდებიან ესეთი კატეგორია ელემენტარულ კულტურას ვარ გააჩნიათ არასაჩიან ნაბსურნებს. მაგაზე ხო აღარა მაქვს საუბარი ელემენტარული ორნაბიძე არიან, ნაბსურნას სიგარეტს ეწევიან და არ მივდენ და არ ჩააგდებენ და ადგებიან ისვრიან და კარი ბიჭობა, კაი ბიჭობა გონიათ ესეთ ადამიანებისგან არ მიგვეს ესეთი თავხედობა. სულიერ გულწრფელად მიმართავ ესეთ უგნურ საზოგადოებას, რომ ისწავლეთ ეს ელემენტარული კულტურა, ელემენტარული შეგნება მაინც იქონიეთ და გაუფრთხილეთ. რაც კეთდება და მართალია, ბევრი რამე კიდე გასაკეთებია, რაც კეთდება იმასაც გაუფრთხილეთ. ჩვენსაც ჩვენ თუ არ ვიცით, ხალბატონები და ბატონები პატივი მეწმდეთ, არც ერთი ერისა და ქვეყნის წარმომადგენელი არ აცემს. არ ჩვენ კულტურას პატივს, არ ჩვენ მიწაწყალს პატივს, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი სხვებს. ნება იბრძონ და იქონიონ პატივცემა ჩვენი ერისა და ქვეყნის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვცეთ ჩვენს ერსა და ქვეყანას პატივი და ჩვენ უნდა დავიცვას თუნდაც ელემენტარული კულტურა. გისურვებთ წარმატებებს, უფალი იყოს თვითონი ჩვენთან განაყოფით. ამინ. მეგობრებო, ეს გეუბნებით, როდესაც ადამიანი გულწრფელად რაღაცას მოინდომს, ყოველთვის მიახავს. რამდენი ხანია ვითხოვდი ციკლაურის ბაღში რეპორტაჟებისამაც გაკეთებული, ნაბსურნები არ იყო. მოკლედ მივაღწია შედეგს, მერია დადგა, ოღონდ ერთი მართლა გულწრფელი სათხო არის მაგ. აი ახლა